ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს სწორედ ბრიუსელში მყოფმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე, მათ ისაუბრეს რასა იუკნევიჩიენესთან ერთად, მათი თქმით ქართველი ხალხი კვლავ მზადაა რომ იბრძოლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა მოახდინონ საქართველოს არადემოკრატიული რეჟიმის იზოლირება და აწესონ მიზანმიმართული სანქციები იმ პირებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს დააშოროს საქართველოს ევროპულ მომავალს. ასეთი განცხადებები მოვისმინეთ მათგან. მადლობა ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ქართველი ხალხისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა მოახდინონ საქართველოში ამ არადემოკრატიული რეჟიმის იზოლირება, რათა მხარი დაუჭირონ ქართულ ხალხს და დემოკრატიისთვის მებრძოლებს დამოუკიდებელ მედიას, ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიზანმიმართული სანქციების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს დააშორონ საქართველოს ევროპული მომავლისგან.